გამარჯობათ. გადაწყვეტე გავაკეთო რამდენიმე ჩანაწერის შემდგარი სერია გოს ამოცანების ამოხსნის შესახებ. ეს შეეხება ძირითადად პირველ საფეხურს, ანუ ეს იქნება ჩანაწერები დამწყებთათვის. შეიძლება შევადაროთ, როგორც მოჭადრაკეები პირველი საფეხურის იწყებენ ქიშის გამოცხადებას, ქიშისგან თავის დაცვას, ფიგურების მოკლას, რომელი ფიგურა მოკლა და ასე შემდეგ. უმარტივესი ამოცანები. დავიწყებ იმით, რომ შევახსენებ მსმენელს, რომ YouTube-ზე დევს ჩემი ჩანაწერები, რამდენიმე ჩანაწერისგან, 4 ჩანაწერისგან შემდგარი, გო მეტი ვიდრე თამაში. პირველ ჩანაწერში არის მოკლე მიმოხილვა და ისტორიაზე საუბარი და შემდეგ ასევე თამაშის წესები. შეგახსენებთ პირველ რიგში, როგორ ხდება ქვის მოკლა. დააკვირდით, აი ამ პოზიციას შავების წერილს ქვა ასეთ ვითარებაში არის მოკლული. თავიდან გავიხსენოთ, რომ ოდესაც ქვა დაიდება, მას აქვს 4 დამე, 1, 2, 3, 4. აი რომლებიც ხაზებით არის დაკავშირებული. რაც შეეხება აი დიაგონალებზე მდგარ, სადაც ხაზებით არის, ესენი დამეთ არიდება. დამე, ანუ ქართულად სულქვა, თავისუფლების ხარისხი. თუ შავი თეთრები დადებენ აქ ქვას, დარჩა 3 დამე. 1 დამე მოიკიდა. ამ სვლაზე დარჩა 2 დამე, 2 დამე მოიკეთა. შემდეგ სვლაზე დარჩა ერთადერთი დამე. ეს პოზიცია შეიძლება შევადაროთ ჭადრაკში ქიშის გამოცხადებას, რასაც გოში ქვია ატარი, ანუ მუქარა აი ამ ქვის მოკლას. შემდეგ სვლაზე თუ შავები იგნორირებას გააკეთებენ და სამეს ყველგან ითამაშებენ, ყველგან გააკეთებენ სვლას, თეთრები ითამაშებენ აქ და შავების ერთი ქვა მოკლულია. შეგახსენებთ ასევე, რომ შეიძლება მოკლათ მეტოქის არა 1 ქვა, არამედ 2 ქვა. აი ამ 2 ქვისგან შემდგარ ჯგუფს, ასეთი დამი აღარ აქვს, მოკლულია და იღებ დაფიდან. შეიძლება მოიკლას ასევე უფრო მეტი ქვებისგან შემდგარი ქვათა ჯგუფი. ნახოთ ესა ჩვენ მაგალითი. დააკვირდით. აი ამ 4 ქვიან ჯგუფს ყველა დამე მოკეტილი აქვს და მოკლულია 4 ქვა, უნდა აღებული იქნას დაფიდან. აი ამ შემთხვევაში ვთქვათ 5 ქვა მოკლულია. ეხლა გადავინახოთ აი ამ პოზიციაზე. შავების 3 ქვისგან შემდგარ ჯგუფს აქვს ერთადერთი დამე. აი ამ პუნქტს ქვია თვალი. აი დავაკვირდეთ, თქვა ასეთი პოზიცია. აი ამ პუნქტს შავების ჯგუფის თვალი ქვია. დავუშვათ თეთრებმა ირგვლივ მოვუკეთეს 4 დამე ირგვლივ და დარჩა მხოლოდ ერთადერთი დამე. თუ თეთრები შემდეგ სვლაზე ითამაშებენ აი ამ პუნქტში შავების 3 ქვა არის მოკლული. კიდევ ერთხელ ნახოთ, მე ამ ასეთ პოზიციაში თეთრების სვლას დავარქვი ხელყუმბარის ჩაგდება. აი, მართლაც გავს ხელყუმბარის ჩაგდება და შავების 3 ქვა მოკლული. აი საწყის პოზიცია, რომელსაც ჩვენ აი აქაც ეს თეთრების ან ჯგუფისთვის არის თვალი. ახლა გადავიცვალოთ აი ამ პოზიციაზე. დააკვირდით შავების 6 ქვისგან შემდგარ ჯგუფს აქვს 1 თვალი და 2 თვალი. იმისათვის რომ ეს ჯგუფი მოკლული იქნას, ესე იგი საჭიროა აი აქ 2 დამე მოიკეთოს, მაგრამ 2 სვლის გაკეთება ერთდროულად
ხომ შეუძლებელია მასას ადამე აქ თვითკვლელობა შეგახსენებთ რომ აი აქ ქვის ჩარდება არ შეიძლება თვითკვლელობა ქვია თვითკვლელის სვლა აკრძალულია აქაც თვითკვლელობაა ცალკე ერთად დაგებული აქაც თვითკვლელობა ხოლო ორ სვლას ერთად ვერ გავაკეთებ აქედან დასვნა რომ ორი თვალისგან ორ თვალიანი ჯგუფი ეს უკვე ცოცხალი ჯგუფია მუდმივად ცოცხალი ჯგუფია მოდი ახლა დავუშვათ უფრო ნათელი რომ გახდეს დავუშვათ ასეთი პოზიცია არის და არის შავების სვლა შავებმა აუცილებლად გადაუგებლად უნდა გააკეთონ აი ასეთი სვლა რომ შექმნან ორი თვალი და ჯგუფი უკვე იქნება ცოცხალი თუ შავებმა ეს სვლა გააკეთეს თეთრი ითამაშებს აქ და შავებს უკვე სივრცე ორი თვალის ასაგები აღარ რჩებათ შემდეგ სვლაზე თეთრები ამოკეტავენ თქვათ ამ პუნქტს შემდეგ ითამაშებენ აქ და შემდეგ უკვე მოკლავენ შავების ჯგუფს დავუშვათ ასეთი პოზიცია და ეს სხვა არდებს და თეთრების სვლა თეთრები ითამაშებენ ამ პუნქტში და უკვე ორი თვალს შავები ვეღარ არის თუ შავების სვლა იქნებოდა აუცილებელია რომ შავებმა აქ ითამაშონ და ორი თვალი დაუყოვნებლივ აქვს თუ თეთრები აქ ითამაშებენ შავები უკვე ვეღარ აგებენ ორ თვალს შეიძლება ეს სვლა შეუძლებელია ითამაშონ იმიტომ რომ თეთრები აქ ჩააგდებენ და მოკლავენ შავებს თუ არა და თეთრები ითამაშებენ ან აქ თუ შავი ახლა მოკლავს ორ თვალს თეთრები ისევ ჩააგდებენ აქ ან შესაძლებელია აქ და თუ შავები მოკლავენ თეთრების აი ამ ერთ თვალს თეთრები ისევ ჩააგდებენ და შავების ქვები მოკლულია აი ამ ვითარებას ოდესაც თეთრები წირავენ ერთ თვალს ან შეწირეს თქვა და ისევ ჩააგდეს იმავე პუნქტში და მოკლეს შავების ექვსი ქვა. ამას დავარქვით უკუდარწმა შეწირვა და შემდეგ ნახეთ რა მნიშვნელოვანი არის რამდენი 1 2 3 4 7 პუნქტი და აიღეს ამით თეთრებმა და 7 მოკლული ქვა ესე 14 ქულა ამიტომ გოში კუთხეში ცოცხალი ჯგუფის აგებას ან მოწინააღმდეგის ჯგუფის მოკვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით დავამთავრებ პირველ ჩანაწერს. მადლობა ყურადღებისათვის.